მოგესალმებით, ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რას მოგიტანთ, რა ფუნდამენტურ ცვლილებებს მოგიტანთ 2026 წელი. მაშ გადავხედოთ. წარმოთქვით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სახელი და რა სასიკეთო ცვლილებები მოდის 2026 წლის დადგომასთან ერთად ვნახოთ. აბა ვნახოთ ვინ ხართ თქვენ. პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2026 წელს გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა და სიყვარული არ მოგაკლოთ უფალმა. მაშ ასე დავიწყოთ. ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ და რა სასიკეთო ცვლილებები მოდის 2026 წელს ვნახოთ. ვინ ხართ თქვენ? ძალიან ლამაზი ქალბატონები. ნუ მამაკაცებმა გადაიტანეთ უბრალოდ თქვენსკენ ძალიან სიმპათიურები, ძალიან ენერგიულები და ასე შემდეგ. ულამაზესი ქალბატონები. ადამიანები, რომლებიც ეხლა წინ ნახეთ განსაზღვრავენ თავიანთ ნაბიჯებს, ყოველ ნაბიჯს, დათქმულ ენერგიას, ნაბიჯებს, ახალი საქმე, ახალი შეთანხმება, ახალი სამსახური, ახალი ეტაპი, იმას 2026 წელთან ერთად მოდის ნამდვილად ძალიან საინტერესო ტენდენციები. აქ უკვე აღარ გთვლით ხვალინდელ დღეს მხოლოდ და მხოლოდ აქ უკვე იყურებით შორს ჰორიზონტებს გახურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამომავლო გეგმები საკმაოდ კარგად უნდა დაისახოთ. მიზნობრივად დასახული გეგმები, რომელიც მოდის სრულყოფილებაში. გადასარევი. კიდევ რა ხდება ზოგადი ენერგია? როგორც ყოველთვის აქტუალური თემა პირადი ურთიერთობებით. ასების მეგვიახლავ. თუ მამაკაცები მიყურებთ, მაშინ გეტყვით, რომ ეს თქვენ ხართ ასეთი ადამიანები, ძალიან ხარიზმატულები, ძალიან სიმპათიურები, ძალიან გიყვართ გართობა, დროს ტარება, ორატორები ხართ, ძალიან გიყვართ ეს საზოგადო სივრცეში გამოჩენა თავის და ასე შემდეგ. თუ ქალბატონები მიყურებთ, მაშინ გეტყვით, რომ ესეთი მამაკაცის არსებობა განიხილება თქვენს გვერდით როგორც პარტნიორი 2026 წელს. შესაძლებელია ესეთ ადამიანთან დღესდღეობით არ არის კომუნიკაცია, არის სიცივე, არის შესაძლებელია დასრულებული ტენდენციაც კი. რატო გვაჩვენებს ამას? თუ კი დასრულებული ტენდენცია ძალიან გაბრაზებულია ვაჟბატონი თქვენს ღმერთ, აი ძალიან გაცოფებულია. აქ არის აგრესიის ენერგიაც, აქ არის ეჭვიანობის ენერგიაც, აქ არის ძალიან დიდი ბრაზის და წყენის ენერგიაც ურთიერთობაში, თუ მსგავსი პარტნიორი არსებობს თქვენს ცხოვრებაში, სადაც ახლა არის გაურკვეველი სიტუაციები, დამარცხებთ, რომ აი ამ ვაჟბატონის ფიქრები წამოვიდა. კარგი, რა კავშირშია 2026 წელთან ეს ვაჟბატონი? მოდი ვიკითხოთ მაშინ რა კი ასეა. თქვენი რესურსების მათხოვრად არის ქცეული, ძალიან ჭირდებით. ძალიან ჭირდებით, იმიტომ რომ უზარმაზარ ენერგიას და რესურსებს დებდით ამ ურთიერთობაში. პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც დრო, სიყვარულის ემოციების თვალსაზრისით, ნახეთ, მათ შორის შესაძლებელია ფინანსებიც განვიხილო, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი გაქვთ ჩადებული ამ ურთიერთობაში, ეხლა მას ეს ნაკლებობა აქვს ძალიან და განიცდის კიდევ ამ რესურსების ნაკლებობას. манипуляტორია სხვათა შორის, ისე კარგს აკეთებს თუ არ ენდობით, იმიტომ რომ არ არის ეს ადამიანი ბოლომდე სანდო, მაინც თასების დედოფალია. დამდგარი პანჯარაში ელოდებით მის ნაბიჯებს თითქოს, გინდათ რომ რაღაცა იმოქმედოს, ნაბიჯები გადმოდგეს, მოლოდინი გაქვთ მოკლედ 2026 წელსაც ამ ადამიანის თქვენსკენ მოქმედების ნაბიჯების გადმოდგმის, აი რაიმე გადაწყვეტილებების მიღების და ვნახოთ, აბა მაშინ თუ კი ესეა და აქეთ წაგვიყვანა ისევ პირად ურთიერთობებში, მოდი ვნახოთ მაშინ რამდენად აქტუალური იქნება მისი ნაბიჯები 2026 წელს, იქ სადაც არის ეხლა პაუზა, არის გაურკვეველი სიტუაციები, არის კონფლიქტური ენერგიები, რამდენად შეიცვლება სიტუაცია, მოდი ვნახოთ ესეთ მდგომარეობა ვისაც გაქვთ. ნამდვილად შეიცვლება. აუცილებლად უნდა მისცეთ ერთი შანსი ურთიერთობას, ეს არის ტუზის მონეტა. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი შანსი, რომელსაც ურთიერთობაში თქვენს და თქვენი პარტნიორიც ერთმანეთს აძლევთ. ნახეთ, არ მოდიხართ მისი გონებიდან ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ არის ახლა რაღაცა გაურკვეული კონფლიქტური ენერგიები და არის რაღაცა გაურკვევლობები ურთიერთობებში, მისი გონებიდან ნამდვილად არ გამქრალხართ, არც აპირებს რომ გაგაქროთ, იმიტომ რომ გამუდმებით აკვიატებული ფიქრი და აზრი ხართ მისი. მოკლედ, ესეთ სიტუაციებში, სადაც არის გაურკვეველი სიტუაციები, კონფლიქტი, ხისტი ენერგია, მათ შორის პაუზა შემიძლია განვიხილო, იმიტომ რომ თოზეს ხმალი ნიშნავს ზუსტად ამას, დასრულებულ რაღაცა სიტუაციებს და დამარცხნეთ, რომ იქნება შანსი ამ ურთიერთობაში 2026 წელს განსაკუთრებით იანვრის თვეში იქნება მოქმედებები ამ ადამიანისგან. რა მოქმედებები იქნება კონკრეტულად, მოდი ჩავიკითხოთ მაშინ.
აუცილებლად იქნება მოქმედებები. ის კი არა, თუ მის გვერდით სხვა ქალიც არის, არჩევანს გააკეთებს სწორს დამართებულს, ესე ვფიქრობ. ეს უკვე არჩევანი თქვენსკენ მოდის, რა საკვირველია. სათქვენოდ იქნება ეს არჩევანი გაკეთებული ყველა ვარიანტში, ვისთანაც აქტუალურია ორსულობის ალბათობა, აქაც ძალიან დიდი ალბათობაა, მეგობრებო. სამომავლოდ იცოდეთ, რომ თუ ვინმესთვის ეს აქტუალურია, იცოდეთ, რომ აქ ძალიან დიდი შანსია იმის, რომ 2026 წელს გახდეთ დედა, ან შეგეძინოთ შვილი. წარმატებებს გესურვებთ და გილოცავთ, ვისთანაც აქტუალურია. ვისთანაც არ არის აქტუალური. მოერიდეთ. კარგი. ვისთანაც არ არის საერთოდ პარტნიორი, რამდენად შეიძლება რომ გამოჩნდეს 2026 წელს ღირსეული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ვისაც შეგიძლიათ რომ დაეყრდნოთ. მოდი ვნახოთ. ბევრი თქვენთაგანი გაურკვეველი სიტუაციებიდან, სადაც უკვე საკმაოდ დიდი ხანი ერთ და იგივე წრეზე ტრიალებთ, აქ არის ნახეთ ხისტი ენერგიები, გაურკვეველი სიტუაციები, კონფლიქტური ენერგიები, ტოქსიკური ურთიერთობები. ძალიან ბევრი თქვენთაგანი ტოვებთ ამ ურთიერთობას და მე მგონი, რომ ეს იქნება სწორი არჩევანიც. აუცილებლად გადიხართ ესეთი ურთიერთობებიდან. საბოლოო გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ამ ურთიერთობამ, ამ ტოქსიკურმა ურთიერთობებმა და ამდენმა გაურკვევლობებმა კარგი არაფერი მოიტანა. პირიქით, ძალიან ბევრი დანაკარგები თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით ფინანსური დანაკარგებიც კი განიცადეთ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ამიტომ ეს ტოქსიკური ურთიერთობები საბოლოოდ ასრულებთ. თქვენ თვითონვე ასრულებთ, იმიტომ რომ ირჩევთ აბსოლუტურად სხვა მიმართულებას, ირჩევთ აბსოლუტურად სხვა ნაპირს და თქვენ თვითონვე ცვლით თქვენ ცხოვრების όλ ტენდენციებს. გადიხართ ამ კონფლიქტური ენერგიებიდან, იმიტომ რომ აბსოლუტურად საკმარისად განიცადეთ დანაკარგები უკვე ამ ტოქსიკურ ურთიერთობებში. ბევრი თქვენთაგანი ტოვებს მსგავს ურთიერთობას და ეს იქნება სწორად დამართებული. მე ვფიქრობ, აი მე რა მოხდება თუ კი გახვალთ საბოლოოდ ესეთი ურთიერთობებიდან, რა შეიძლება შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. იმპერატორი მოდის, იმპერატორი საკმაოდ ძლიერი ადამიანია, შესაძლებელია სტატუსი ჰქონდეს, ლაისწეს ძალაუფლება. თუ არ აქვს ეს ძალაუფლება, ტიპაჟად არის ძალიან ძლიერი ადამიანი, გეტყვით უდაოდ იმას, რომ იმპერატორი კი ბატონო თავისებური ტიპაჟია, თავის წესებით და კანონებით ცხოვრობს, უყვარს სიმკაცრე, უყვარს ისწორე ყველაფერში აბსოლუტურად, მაგრამ იცოდეთ, რომ ის არის ძალიან დიდი სახდენი კედელი, ამიტომ შეგიძლიათ ენდოთ. ქალბატონებს მიმართავ განსაკუთრებით, ვინც ხარ ტოქსიკურ ურთიერთობებში, აუცილებლად დაასრულეთ ეს თუ მისი რთულია, სიყვარულზეა საუბარი და ემოციებზეა საუბარი, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ეს იქნება თქვენთვის ყველაზე საოცარი გადაწყვეტილება, რასაც კი ცხოვრებაში მიიღებთ, იმიტომ რომ ამ ურთიერთობებიდან გამოსვლის შემდეგ ნამდვილად მოდის ღირსეული პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, ვისაც შეგიძლიათ 100%-ით დაეყრდნოთ. ვისთანაც საერთოდ არ არის იქ რა ხდება, მოდი ვნახოთ. 2026 წელს პირად ურთიერთობებში როგორ განვითარდება. შესაძლებელია მაცდური ადამიანი მოდის. მაცდური ადამიანი, სხვათა შორის ეშმაკის ენერგია, უბრალოდ ფრთხილად იყავით, აქ შეიძლება დამოკიდებული გახდეთ ადამიანის ენერგეტიკაზე, იმიტომ რომ ურთიერთობები დაიწყება ძალიან დიდი სექსუალური ენერგიებით, აქ არის უზარმაზარი ვნება, რამაც შესაძლებელია თავისგან ლანჭებში გაგხვიოთ ამ ვნების ენერგიამ, ამიტომ ცოტა დიდი სიფრთხილე გამოჩნდეთ, იმიტომ რომ აქ მოდის პირველი ნაბიჯები იქნება ურთიერთობაში მამაკაცის მხოლოდ ვნება, ეს სექსუალური მიჯაჭვულობები და შესაძლებელია ამან ავადმყოფურად მიგაჯაჭვოთ პარტნიორზე, ამიტომ ამას მაქსიმალურად მოერიდეს 2026 წელს. კიდევ ხო, აი აქ ფრთხილად იყავით. გახდებით დამოკიდებული ადამიანზე, იმიტომ რომ ეს არ მოიტანს მაინც და მაინც ახარბიელო ენერგიებს. სადაც იქნება აი ეს დიდი ვნების ენერგია. შემოძვირფასებას როგორც გაფრთხილება, ისე მაჩვენა. მოდი გადავხედოთ 2 სიტყვით ფინანსური საკითხები როგორ წავა 2026 წელს. თორე ვერ ჩავეტევით დროში ვიდეოს, დროში ვერ ჩავეტევით, როგორ წავა. ნახეთ, აქ საკმარის ფინანსები იქნება, კი ბატონო, არის ფინანსური ბრძოლებიც, არის წინააღმდეგობებიც, რომელსაც ეხა გადიხართ შემოძვირფასება, მაგრამ გარდაუვალია აუცილებლად მოვაგვარებთ ყველაფერს. ნახეთ, როგორი იდეალური არკანი ამოვიღე, ათიანი თასები, ეს არის კმაყოფილება, ემოციის თვალსაზრისით, მათ შორის რა კი ფინანსებზე ჩავეკითხეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ 2026 წელს მეტნაკლებად იქნება საჭირო რესურსებიც, ფინანსებიც, ასე რომ შემოსავლებიც უდაოდ შემოვა 2026 წელს. ვისთანაც ეს აქტუალურია, ვინც დებს უზარმაზარ ენერგიას და შრომას წარმატება გარდაუვალია. წარმატებებს გისურვებთ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.